მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მორიგ ვიდეოს ჩავწერ უკვე თბილი ატაკების შესახებ და მისი დათვლის, ასე ვთქვათ, ძირითად მომენტებს შევეხები, რომ არ შეეშალოს არავის თუ როგორ ითვლება თბილი ატაკი. თბილი ატაკი არის დაბალ ტემპერატურული სისტემა, რაც ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მასში არის შეზღუდვები იატაკის ტემპერატურასთან დაკავშირებით. ანუ იმაზე ცხელი არ უნდა იყოს იატაკი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული სტანდარტები. სტანდარტები ორგვარია, ეს არის ევროპული სტანდარტები და რუსული სტანდარტები. საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედებს რუსული სტანდარტები, თუმცა, ასე ვთქვათ, ოფიციალურად, თუმცა ევროპულ სტანდარტებს რა თქმა უნდა არაფერი დაეწუნება. მოდი დავიმახსოვროთ რა. თბილი იატაკის ტემპერატურა, ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 31 გრადუსს. და ეს 31 გრადუსიც ცხელია. რას ნიშნავს ცხელია? ანუ ეს 31 გრადუსი არის მხოლოდ სველი წერტილებისთვის განკუთვნილი, ასე ვთქვათ, იატაკის ტემპერატურა. ხოლო საცხოვრებელი, ანუ მუდმივად ადამიანების მუდმივად ყოფნის სივრცეებში ეს ტემპერატურა არის 29 გრადუსი. ანუ 29 გრადუსზე მაღლა არ უნდა იყოს ტემპერატურა. ეხლა ჩვენ ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ეს სტანდარტი ასე ვთქვათ დავიკავოთ. როგორ მოვაწყოთ? როგორ მოვაწყოთ და უნდა დაუკლოთ ტემპერატურას. ანუ ისეთი ტემპერატურა უნდა შეუშვათ, ასე ვთქვათ, მეებში, იატაკში, რომ არ გადავაჭარბოთ აი ამ ზღვარს. აი თქვენს წინაშე არის ერთ-ერთი ასეთი სქემა მოცემული, სადაც ეს არის დაცული. მოდით ვნახოთ. აგერ ხედავთ თქვენ, ჩემო ბატონო, არის მოდის ასე ვთქვათ, ცხელით თბომატარებელი, შეიძლება იყოს 70 გრადუსიანი, მაგალითად და შედის ისეთ მოწყობილობაში, რომელსაც სამსვლიანი სარქველი ქვია და ამ სამსვლიანი სარქველიდან აბრატკიდან გაცივებული, გაგრილებული წყალი ისე ერევა მასში, რომ იატაკში მიდის ისეთი ტემპერატურის წყალი, რომელიც საჭიროა. ძირითადად ეს ტემპერატურა წყლის არის 38-40 გრადუსი. აქაც გვაქვს შეზღუდვა, არ შეიძლება იატაკში 55 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყლის გაშვება, ესეც ძალიან მაღალი ტემპერატურაა და რა თქმა უნდა ესეც არ უნდა გაუშვათ, ამიტომ მიღებულია რომ 40 გრადუსი ტემპერატურა 38-40 გრადუსზე მეტი წყლის წყალი არ უნდა შევიდეს მილებში. ანუ აი ეს სქემა უზრუნველყოფს იმას, რომ შერევის შედეგად აი აქ მდებარე ესეთი მუშა ელემენტი არეგულირებს წყლის ტემპერატურას. ეს მუშა ელემენტი ძირითადად არის ხოლმე თერმოსტატიკული, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ აქვს ესეთი თერმოსტატიკული თავაკი, რომელიც ზომავს ტემპერატურას ან პადაჩაზე, ან აბრატკაზე და შესაბამისად არეგულირებს აი ამ ჩვენს ტემპერატურას. დაყენდება 40 გრადუსზე ხოლმე და ეს 40 გრადუსი უჭირავს აი ამ ჩვენს შემრევ სარქველს. მოდით ვისწავლოთ როგორ უნდა დავითვალოთ ეს, ხო? დავიწყოთ. ანუ უნდა ვისწავლით როგორ დავითვალოთ ტუმბო და როგორ დავითვალოთ სამსვლიანი სარქველი. ყველას ძალიან კარგად მოგვიხსენება, რომ თავარი ჩვენი მიზანი არის ავანაზღაუროთ სახლის ან სათავსის თბოდანაკარგები. თუ თბოდანაკარგები არ ვიცით, საერთოდ არანაირი სისტემა არ არის სწორი, რომ ვერ გავაკეთებ სისტემას, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ დროის ერთეულში რამდენ სითბოს ენერგიას კარგავს სათავსი სხვადასხვა კლიმატურ სიტუაციებში. ამას ეწოდება თბოდანაკარგების გამოთვლა. ამაზე ახლა არ ვისაუბრებთ, ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ეს პარამეტრი, აი მაგალითად რაღაცა რაოდენობის სითბო უნდა მივაწოდოთ დროის გარკვეულ შუალედში. ამის შემდეგ უკვე უნდა ასევე განსაზღვრული გქონდეს, ძირითადად ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ უწეპლენიას როგორც ანუ დათბუნებას ქვედა
როგორ ვაკეთებთ, რამსის K იქნება ეს ამბავი. ასევე პარამეტრები უნდა იყოს განსაზღვრული რეშოტკის, რომელზეც უნდა მივამაგროთ შემდეგ, ასე ვთქვათ, მილები და სხვა ასე ვთქვათ, ფენოვანი, რასაც ფენოვანი ქვია, რასაც არსევე არ შევეხებით დღეს. დაახლოებით ასე გამოიყურება ეს პროექტში, ხოლო რეალობაში ეს უკვე დაახლოებით ასეთ სახეს იღებს. გავაგრძელებთ. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი რაც უნდა განისაზღვროს, რა სიგრძის უნდა იყოს მაქსიმუმ, ასე ვთქვათ, გათბობის მილები ჭაშკაში. რა არის მაქსიმუმი? საერთოდ 16-იანი დიამეტრის მილებისთვის, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ სულ 3 სახის მილები გამოიყენება. 3 მასალისგან დამზადებული, ეს არის მეტალოპლასტიკის მილები, ეს არის 5-შრიანი მილები, რომლებიც არის ვთქვათ პექსი, წებო, ალუმინის ფოლგა, წებო და კიდევ პექსი, ეს არის მეტალოპლასტიკი, მრავალშრიანი მილი, ეს ერთი მილი. მეორე მილი არის, რო იცოდეთ, ეს არის შეკერილი პოლიეთილენი, ანუ აი პირველი რაც იყო პექსი რო ვთქვი, აი ასეთი პექსი უნდა იყოს, შესაძლებელია იყოს და მესამე ახალი ვარიანტი, ეს არის პერტის მილები, ეს არის ნახევრად შეკერილი, ანუ ხო, აი, ესე ქვია რა, ეს არის პოლიეთილენ ვისოკაი წერმასტოიკესცი, ანუ ეს არის პოლიეთილენი მაღალი თბო გამძლეობის. თუმცა ეს მაღალი თბო გამძლეობა პოლიეთილენისთვის არის მაღალი, თორე ისე მაგალითად ეს ტიპის ამ ტიპის პოლიეთილენი ნახევრად შეკერილი რახან არის, მაგალითად პექსზე უფრო ნაკლებ უფრო დაბალ ტემპერატურებს უძლებს, მაგრამ თბილი იატაკში ნორმალურია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე მეტალოპლასტიკიც, პექსიც და პერტიც. მაგრამ აქ ამაზე არ ვსაუბრობ, ეს გადაუხვია, რო იცოდეთ. თავარი რა არის, რომ რამ სიგრძის ის შეგვიძლია გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ხო, კონტური. დავახვიოთ, ხო, იმაზე იატაკზე წეღა როგორც იყო დახოვილი. რამ სიგრძეა მაქსიმუმი? 16-იანი დიამეტრის მილებისთვის მაქსიმუმი არის 100 მეტრი. ეს არის ზღვარი. ამაზე მეტი არ შეიძლება. 20-იანი მილისთვის, ანუ 16-იანი ხო 100, 20-იანი დიამეტრის მილისთვის არის 120 მეტრი. მაგრამ მე მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ 100 მეტრიანი მილები არ გააკეთოთ, მაქსიმუმ 80 მეტრი აიღეთ. იმიტომ რომ სიგრძე მილების უფრო, ასე ვთქვათ, მაღალ დანაკარგებს განაპირობებს ტუმბოსთვის და ტუმბოს უფრო ძლიერი ტუმბო მოგვიწევს, ეს გააძვირებს სისტემას და ანუ არ გაწყობთ თქვენ 80 მეტრი იყოს ზღვარი თქვენთვის. ეცადეთ, ასევე ეცადეთ, რომ არ იყოს ისე, რომ ერთი კონტური იყოს, თქვათ, 20 მეტრი ჯამში და მეორე იყოს 80. ეს დაბალანსირების დროს შექმნის პრობლემებს. ეს ისევ გადახვევა, მნიშვნელოვანი, მაგრამ გადახვევები. გავაგრძელეთ. ანუ 80 არის ჭერი. რას საუბრობთ რა? ტუმბოს შერჩევის ამბავზე საუბრობთ. ტუმბომ უნდა შეძლოს, რომ აი ეს მთლიანი ის გადალახოს და მოგვცეს ის ხარჯი წყლისა, რომელიც საჭიროა. ხარჯი რა არის? ხარჯი არის ის რაოდენობა წყლის, რომელიც უნდა გადაიკაჩოს სისტემაში, რათა სისტემამ მოახდინოს თბური დანაკარგების კომპენსირება. ვიმეორებ, ჩვენი მიზანი არის თბური დანაკარგების კომპენსირება. რითი ვახდენთ ამას? წყლით. ცხელი წყლით. მაგრამ ჩვენ თუ იმდენი წყალი არ მივაწოდეთ, რამდენიც საჭიროა,
კომპენსირებას დანაკარგებისას ვერ მოვახდენთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სათავსი, სახლი უფრო მეტ სითბოს დაკარგავს, ვიდრე ჩვენ მივაწოდებთ, ამიტომ აუცილებლად აცივდება. ამიტომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რა რაოდენობის წყალი უნდა მივაწოდოთ სისტემას, რა დელტა ტ-ზე. დელტა ტ არის მიმწოდებელ და უკუმილებს შორის ტემპერატურათა სხვაობა, რაც თბილი იატაკისთვის არის საშუალოდ 7 გრადუსი. ანუ თუ მივაწვდი 40, უკან უნდა დამიბრუნდეს 33. აი ასეთი რეჟიმები უნდა დავიცვო. ახლა როგორ ხდება ეს? მოდი, ნახოთ, რამდენი წყალი უნდა მივაწოდო ეს რომ მოხდეს. მაგას გვაქვს სხვა სიგრძის კონტურები, 40-ს ასე შემდეგ და ვიწყებთ ხარჯის გამოთვლის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. მე შემოგთავაზებთ მარტივს, ძალიან მარტივს მეთოდს, თუ როგორ უნდა დავითვალოთ, რამდენი წყალი უნდა მივაწოდოთ სისტემას, იმისთვის რომ მოგცეს ის პარამეტრი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. აი დავიწყეთ. იცოდეთ რომ ხო, აგერ ლიტრი წუთში. იცოდეთ რომ 1 მეტр, ესე დავითვალოთ, ეს დაიმახსოვრეთ, ეს არის ემპირიული მონაცემია. ყოველ მეტრზე 0.04 ლიტრი წუთში წყალი უნდა მივაწოდოთ. დაიმახსოვრეთ 0.04 ლიტრი წუთში ყოველ მეტრ იატაკის, ვთქვათ, გათბობის მილზე. ეს ემპირიული ის არის. სხვანაირად ითვლება, ინჟინრები სხვანაირად თვლიან, მაგრამ გამოცდილებიდან ძალიან მისაღებ სიზუსტეს მივიღებთ რა. ანუ ეს არ არის მათემატიკური სიზუსტით, მაგრამ ძალიან საკმარისი სიზუსტი დათვლის დასათვლელად. საიდან მივიღეთ ეს 0.04 მეტრი? საიდან მივიღეთ, ჩემო მეგობრებო და აი ამ ჩვენი რატომეტრებიდან. უნდა ხედავთ აი რატომეტრებს, მაქსიმალური ხარჯი არის 4. ნახეთ. 4 ლიტრი წუთში. და რადგან 100 მეტრია ზღვრული სიმაღლე, ჩვენ საკმარისი სიზუსტით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნახეთ რა შეგვიძლია ვივარაუდოთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 4 ლიტრი წუთში ამ 100 მეტრზე რო გავყოთ, გამოვა 0.04. ამიტომ ეს ციფრი მისაღებია თითო მეტრზე, რომ ავიღოთ ეს ციფრი. ჩვენს შემთხვევაში, ხო, აქ გვეუბნება, რომ 120 მეტრზე შეგვიძლია ვივასაუბროთ, მაგრამ არ არის საჭირო. ჩვენ შემთხვევაში ერთი კონტური ხო 80 მეტრი. უნდა შევკრიბოთ ეს კონტურების ჯამი უნდა გავაკეთოთ და გავამრავლოთ 0.04-ზე და გავიგებთ იმდენ ლიტრ. აი ამებს შევკრიბავთ და გავამრავლოთ 0.04-ზე ლიტრი წუთში და მივიღებთ ჯამში ნასოსმა რამდენი უნდა მოგცეს. აი უნდა მოგცეს 12.32 ლიტრი წუთში. აგერ ჩემო ბატონო, ანუ ნასოსმა ეს რაოდენობის წყალი რომ მოგცეს, მაგრამ ნასოსი ამ რაოდენობის წყალს იძლევა სხვადასხვა წინააღმდეგობების დროს. ანუ გააჩნია რა წინააღმდეგობას უწევს სისტემა. იგი სხვადასხვა რაოდენობის წყალს იძლევა. ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ რა წინააღმდეგობას უწევს სისტემა და ამის მერე შევარჩიოთ ნასოსი. ისე ვერ შევარჩევთ. ვიცი რამდენი უნდა მომცეს. გავიგე, მაგრამ სხვადასხვა წინააღმდეგობა, სხვადასხვა სულ იძლევა, ამიტომ ჯერ უნდა გავიგოთ წინააღმდეგობა. აი სხვადასხვა ხო წესა წინააღმდეგობა. ამიტომ აი ტუმბო ნახეთ, აი ტუმბო. სხვადასხვა ტუმბოებია აგერ იძლევა თქვათ 1 მეტრი წინააღმდეგობაზე 5 სხვა რაოდენობის წყალს იძლევა. ამიტომ უნდა გავიგოთ რა წინააღმდეგობას აწყდება ეს ჩვენი ტუმბო. მაშინ ასე გავიგოთ. როგორ ვიგებთ?
აი ამი უნდა გავიგოთ, აი ამ სიმის თლიანი წინააღმდეგობა. თითეული კონტური. თუ არ ვიცი რა წინააღმდეგობას უწევს, რას ნიშნავს წინააღმდეგობა? მოდი გავსაუბროთ. წინააღმდეგობა არის ისეთი მოვლენა, როდესაც გადაადგილება ხდება. წყალი ეხახუნება მილის ზედაპირს, გაივლის ფასონურ ნაწილებს, ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ წინააღმდეგობას და აქედან გამომდინარე კარგავს ძალას. ანუ ძალას კარგავს ტუმბო, ეს ნიშნავს იმას, რომ თავის საპასპორტო მონაცემებს სხვადასხვა ძალის დაკარგვის დროს სხვადასხვა რაოდენობის წყალს მოგცემს. ამას ქვია წინააღმდეგობა და ამას ქვია ჰიდრავლიკური წინააღმდეგობა. მოდი დავითვალოთ. ასევე ამას უწოდებენ, რომ იცოდეთ, ეს ინჟინერული ტერმინია, დინამიური წნევა. არის სტატიკური წნევა და დინამიური წნევა. სტატიკური წნევა გაჩერებულ მდგომარეობაში, რასაც მაშვება, ასე ვთქვათ, წყალი აწვება კედლებს, მაგრამ როდესაც მოძრაობას იწყებს, ამას ემატება დინამიური წნევა. დინამიური წნევა ბევრად ნაკლებია ხოლმე სტატიკურ წნევაზე, სტატიკური წნევა ყოველთვის მეტია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს მარტო დინამიური წნევა. იმიტომ რომ სტატიკური წნევა საცირკულაციო ტუმბოებზე არ მოქმედებს. ანუ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გავაგრძელეთ. გავიგოთ უნდა დინამიური წნევა, ანუ ჰიდრავლიკური წინააღმდეგობა. აგერ აი ამ ყველაფრის ჰიდრავლიკური წინააღმდეგობა უნდა დავითვალოთ. აი ამ ყველაფრის ჰიდრავლიკური წინააღმდეგობა უნდა დავითვალოთ. აი ამეების ყველაფრის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წნევა არ არის ხარჯი. ხარჯი, როდესაც დავითვალეთ, ჩვენ შევაჯამეთ აი ამ კონტურების ჯამი გავაკეთეთ. აქ უკვე აღარ არის საჭირო კონტურების, რადგან წნევას ასე თვისება აქვს, რომ იგი ყველა წერტილს ახლომდება, ანუ ყველა ასე ვთქვათ, აი ამ ყველა კონტურს ერთი და იგივე ძალით აწვება. ანუ აქაც ერთი და იგივე ძალით აწვება, აქაც ერთი და იგივე ძალით აწვება. ამიტომ ჩვენი მიზანი არის არა ჯამური წინააღმდეგობა გავსაზღვროთ, არამედ გავსაზღვროთ ყველაზე გრძელი კონტურის მარტო ერთი, ყველაზე გრძელი კონტურის. იმიტომ რომ თუ ყველაზე გრძელ კონტურს გადალახავს ძალა თუ ეყოფა, ესე იგი მოკლე კონტურებსაც ეყოფა. იმიტომ კი არ უნდა დავაჯამოთ, არამედ ერთი კონტურიც კი საკმარისია რომ დავითვალოთ. რომელია ყველაზე გრძელი კონტური? რომელია ყველაზე გრძელი კონტური? ჩვენ შემთხვევაში ყველაზე გრძელი კონტური გახლავთ აი ეს. რადგან აქ დანარჩენები ყველა უფრო მოკლეა, ხოლო 80 მეტრი ყველაზე გრძელი. ამიტომ 80 აი ამ კონტურში თუ გავიგებთ რა არის წინააღმდეგობა, მე ნასოსი უკვე სხვა კონტურებში დათვლა აღარ დამჭირდება. ხო, როგორ უნდა გავიგო? ანუ ამ შემთხვევაში გავიგეთ ჯერ ამ კონტურში რამდენი ლიტრი 80 ლიტრა, ხო? რამდენი ლიტრი უნდა მივაწოდო წუთში, აგერ 3.2 და აგერ ცხრილში ჩავიხედავ რომ 80 მეტრი 3.2 აგერ წითლად მაქვს 2.5 წყლის სვეტით. აი 80 მეტრზე 2.5 წყლის სვეტით. გავიგე, თურმე ჩვენი ნასოსი დაკარგავს მარტო აი ამ კონტურის რო შემოუაროს, ძალას დაკარგავს 2.5 მეტრი წყლის სვეტით, რაც არის 0.25 ბარი. გავავლოთ ხაზი. აი, გავავლეთ ხაზი. ხო გახსოვთ ჯამურად რამდენი უნდა მოიტანოს მან 12.32 ლიტრი წუთში. მაგრამ ჩვენ აი ამ სქემაზე არ გვაქვს ასე ვთქვათ ლიტრი წუთებში, აქ გვაქვს კუბომეტრი საათებში. ამიტომ გადავიყვანოთ კუბომეტრი საათებში. 0.06 უნდა გავამრავლოთ. აი თურმე 0.73 კუბომეტრი საათში. და ახლა გავავლებთ აქაც ხაზს, აი აგერ ერთიც არ არის, ხო? აგერ გავავლე ხაზი. აი ამდენი კუბომეტრი საათში უნდა მომცეს.
და აი ამ წინააღმდეგობაზე მუშაობს. მაგრამ ეს წინააღმდეგობა მარტო მილებისაა. ჩვენ ხო მარტო მილების წინააღმდეგობა არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს სხვა წინააღმდეგობაც. ამიტომ ჯერ მილები გამოვთვალეთ. გავაგრძელოთ. ну აი ამ შემთხვევაში ეს ნასოსი გვაწყობსო, მაგრამ ჯერ ეს ნასოსი არ გვაწყობს, იმიტომ რომ გამოსათვლელი კიდე გვაქვს რაღაცეები. მაგალითად სამსვლიანი სარქველი. აი ეს სამსვლიანი სარქველი ძალიან დიდი წინააღმდეგობას უწევს, ამიტომ ის უნდა დავამატოთ. მეტი გზა არ არის. მოდი დავითვალოთ როგორ ითვლება. არსებობს ესეთი პარამეტრი, ქვია KVS. დაიმახსოვრეთ. KVS არის ყველა სარქველის დროის შუალედში რამდენ წყალს გაატარებს და გვიჩვენებს ამ წყლის გატარების დროს კარგავს 1 ბარს. აი 1 ბარი დაკარგა, ნახე. ამდენს თუ გაუშვებთ 1.2-ს თუ გაუშვებთ, მაშინ დაკარგავს 1 ბარს. მაგრამ ჩვენ ხო 1.2 არ უნდა გაუშვათ. ჩვენ გახსოვთ რამდენი კუბომეტრი უნდა გაუშვათ? 0.7 იყო თუ არ ვცდები. ამიტომ ვისარგებლოთ ფორმულით. აი ქვემოთ P უდრის Q გავყოთ KVS-ზე კვადრატში. ანუ ამ ფორმულით ჩვენ გავიგებთ რამდენ ბარ წნევას დაკარგავს ამ KVS-ის და ამ ხარჯის გატარების დროს ჩვენი კლაპანი. როგორ გავიგოთ? ნუ პირველ რიგში უნდა გადავიყვანოთ 12.0 ის გახსოვთ ხო რაღაც 0.0 ის იყო. უნდა ჩავსვათ ეს ციფრები უნდა ჩავსვათ აქ და კვადრატში ავიყვანოთ. ხო, უნდა კუბომეტრ საათში გადავიყვანოთ. პირველ რიგში 0.06-ზე გავამრავლოთ. 0.74 იყო კუბომეტრი საათში. ახლა ამას, აი ამ 0.74-ს გავყოფთ აი ამ KVS-ზე, ანუ KVS-ი რა არის? KVS-ები რა არის? KVS-ები სხვადასხვა კლაპნებს უნდა ჩახედოთ კლაპნის იმაში, პასპორტში და ნახოთ არის 1.6, 2, 2.5, 3. მე მაგალითად ძირთადად მინიმუმ 1.6-იანს ვიყენებ ხოლმე. მაგრამ ნუ გააჩნია რა ის უნდა გავატარო. წყლის რაოდენობა ამაზეა დამოკიდებული. საერთოდ რაც უფრო დიდია KVS-ი, მით უფრო დიდი ის აქვს. რა ქვია? გამტარიანობა ამ ჩვენს იმას კლაპანს და შესაბამისად თქვენ ეცადეთ რომ რაც დიდი აიღოთ, მაგრამ აქ უნდა ათამაშოთ. ანუ ჯამში არ უნდა მიიღოთ 0.3, 0.25, 0.3 ბარზე მეტი, ანუ 3 მეტრზე მეტი თუ არის დანაკარგი, ეგეთი კლაპანი არ გჭირდებათ. აბა ვნახოთ ახლა აქ რა გამოგვივა. ნამდვილად შვენიერია. შვენიერია. ანუ 2.1 მეტრი. შედაგარგოს 0.1 მეტრი არ გვეშინია. ახლა ჩავსვათ ისევ ნასოსის პარამეტრებში. აი, ანუ მოემატა დანაკარგი, კლაპანზე დაკარგა მივამატეთ და გამოვიდა რომ მაგერ აი უკვე ის ნასოსი აღარ წამოვა. ახლა აი აქაც ესეც მივუმატოთ, ეს ძირთადად ეს აქ 0-ია ხოლმე დანაკარგი. იმიტომ რომ ნუ სადაც იატაკის გათბობა იქ რადიატორებიც არის და ცირია რა აქ დანაკარგი. ამ ნაწილში, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ეს აგვეღო ის ნასოსი უკვე, მაგრამ აქ უმატებს ეს 1 მეტრს იზღვევს თავს, მაგერ 1 მეტრი დაამატა. და მივიღებთ აი ნასოს, რომლის პარამეტრებიც არის ეწოდებული სისწორკა, ანუ 6-იანი ნასოსი, 6 მეტრი წყლის სვეტით მესამე სიჩქარეზე. საერთოდ მეორე სიჩქარეზე ჯობია აირჩიოთ, მაგრამ ეს ნასოსი სტარ ვილოსტარ RS-ი, მაგალითად ვილოს ნასოსი არის ძალიან კარგი RS 15-6-ზე, ანუ 25-6-ზე, 36-ზე, 6-იანი, ანუ ერთ სიტყვით წავა ჩვენს შემთხვევაში. აგერჩევ ბატონო, ნასოსი შევარჩიეთ. კლაპანი შევარჩიეთ. მეტი რა გვინდა?
ყველაფერი შევარჩიეთ. ხო, დამატებით მინდა გითხრათ, რომ NASOS-ის შერჩევის დროს თუ გვაქვს პარალელური, ეს თქვათ, ასე დგას NASOS-ი, რომ მთლიანად მიდის ხარჯი მეებში, ხომ? იატაკში, მაშინ სწორედ ესე იყო, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებული პარალელური შერევით არის, ხო, მაგ შემთხვევაში უკვე ნახევარი აქით მიდის, ნახევარი აქით, ამიტომ 50%-იანი მატება უნდა გქონდეს NASOS-ის სიმძლავრის. ანუ ხარჯი მაგალითად 12-ის მაგივრად იქნება 18 ნახევარი. სულ ეს არის, მეგობრებო, რაც მინდოდა დღეს მეთქვა, წარმატებები მინდა გისურვოთ და, ვიცი, თუ რამე აგერ ვართ, ბატონ ჩემო, ცოცხლეთ კარგად იყავით.